ბავშვი. ხო, ისა. მომავალი ცოტა უფრო. Oh my god, girl, what is wrong with you? Will me? გამარჯობა მეგობრებო. ნამდვილად. თუ ჩართული გაქვთ ეს ვიდეო, ბარემ გამოიწერეს გიზის არხი. ხო. დღეს განვიხილავთ უოლტერ სალესის 2024 წლის ოსკაროსან ფილმს I'm Still Here, მე ისევ აქ ვარ, რომელშიც მონაწილეობს მთავარ როლში ფერნანდა ტორესი და ასევე დედამისი ლეგენდა ფერნანდა მონტენეგრო. წლევანდელ ოსკარზე ეს ქალი მოიაზრებოდა გამამარჯვებელად საკუთრ მსახიობ ქალში. ამიტომაც დამაინტერესა. მეთქი ღმერთო ჩემო, როგორ უნდა გაუწიოს ამ ქალმა წინააღმდეგობა ისეთ ქალბატონებს, რომლებმაც ისეთ ფილმებში მიიღებს მონაწილეობა, როგორც არის ანორა და ემილია პერეზი. და საბსტა. რეალურ ამბებზე არის დაფუძნებული ეს ფილმი, ეს კაცი ნამდვილად არსებობდა ეს ადამიანი, მართლა გაიტაცეს. ნუ ხო რა ბიოგრაფიული ფილმია და მოდი ჯერ ლაპარაკი დავწყოთ ფილმის თემატიკაზე, იმიტომ რომ ძალიან უკვდავი თემაა, სამწუხაროდ უკვდავი, ძალიან ყოფითი, ისეთი რომ ჩვენს ყოველდღიურობაში დიდი ადგილი უკავია სამწუხაროდ. ქართველებს ძალიან შეგვეხება ეს ფილმი, ნუ ქართველების რაღაც ნაწილს. განმარტება კონცა რა არის ფილმი. მე განმარტავ, იმიტომ რომ მოგვიხსენებათ თავისი აზე ჩამოყალიბება არ შეიძლება და განმარტება არის ეს. კონც არის თარგიმანი 1000 და მაყურებელს შორის. ერთ-ერთი მთავარი ფრაზა ფილმის, რაც ამბობს მე მგონი ყველაფერს, ქართულად რომ მომეწერა ხო შეიძლებოდა, არა, ეხლა უნდა ვთარგმნო პარალელურ რეჟიმში. ხო, ყველაზე დიდი საშინელება რაც რეჟიმისგან ჩანს, არის სწორედ ის, რომ შეიძლება ერთ ადამიანს კლავ, მაგრამ ამ ერთი მოკლული ადამიანის მიღმა უამრავი ფსიქოლოგიურად განადგურებული ადამიანია კიდევ ამ შემთხვევაში ეს ოჯახი. და ეგ იყო ალბათ ამ ფილმში ყველაზე საინტერესო, რომ აი როგორც არის რაღაც ფილმები დაუშვათ ნარკომანიაზე, სადაც მთავარ როლში, ძირითადად ხო ეგრე რომ მთავარ როლში გამოყვანილია დამოკიდებული ადამიანი რა, მაგრამ არის ერთ მაგალითად Beautiful Boy, სადაც შობლის პერსპექტივიდან არის და როგორ ტკივა იმას და ასე შემდეგ და ესეც რაღაც მაგ სხვა პერსპექტივიდან დანახული დიქტატურა იყო, რომ რამხელა ტრაგედია გამოიწვია ამან ოჯახში, რამხელა დაღი დაასვა, მართლა ძალიან აშკარად ჩანს და ზუსტად ეგ პერსპექტივის ცვლილება ძალიან საინტერესო და განსხვავებული ამ ფილმში. სხვები, რომელზეც ხშირად არ ამახვილებენ ყურადღებას, ანუ ამ ადამიანზე, ამ კაცზე. რეპორტაჟები კეთდებოდა ასე შემდეგ საუბრობდნენ და ფართო საზოგადოებამ და საზღვარგარეთაც ხალხმა ამ ადამიანის შესახებ იცოდა, მაგრამ ეს ერთი მსხვერპლი იცოდა. ამ ერთი მსხვერპლით გამოწვეულის მრავალი მსხვერპლი ამ შემთხვევაში მინიმუმ 6 ადამიანი, ხო, შვილები და მეუღლე. ამ მსხვერპლზე არ საუბრობენ, რომ რამხელა ტკივილი არის მასთვის. ამ მხრიდან რო იყო დაჩვენები ეგ ერთი და მეორე, რასაც ეს ხალხი დაეძებს, ხო? რომ სამართლიანობა უნდათ. იციან რომ მათი მამა, ნუ ეს კაცი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ერთადერთი რაც დარჩათ სანუგეშოდ ამ მსხვერპლს არის ის, რომ სამართლიანობა მიზეიმოს. ფაქტები რაც ვიცით, რომ არავის დღემდე პასუხი არ უგია და ეს ერთი ადამიანი არ იყო, 200-ზე მეტი ადამიანი იყო, რომელიც უშუალოდ ასეთი სახის და იმ პერიოდის რეპრესიებს ამ დაგვარად ვინც ერცხობლა. კიდე სხვა მსხვერპლზე არა საუბარიც, ნაპოვნიც რო არ არის. ხო, ამ მსხვერპლზე არის საუბარი. და ეს იყო და რამდენ 200 ადამიანს კიდე თავისი ოჯახი და მეგობრები ყავდა, ვისი ცხოვრებას განადგურა და ამ მსხვერპლს გამო პასუხი დღემდე არავის უგიაო და ერთ-ერთი კიდე მთავარი პრობლემა რაც არის, უბრალოდ ფილმში ეს არ იყო თამარ ნახსენები იყო. ძალიან ისეთი საკითხია რა. ყველა დროში და ძალიან ბევრ ქვეყანაში რომ აქტუალურია და მტკივნეული. აი ეს ანუ რასომ დაუსჯელობის სინდრომს რასაც ეძახიან, ხო? მართალია ფილმი ამაზე ამის ინტერესს რაღაც არ მოიცავს, მაგრამ ფაქტი მაინც აღნიშნულია და იმ ყველაფერს ისეთი პერსპექტივით რომ განახებს, როგორიცაც განახებს, მე კიდე სხვა თვალით უყურებ თვითონ ამ მოვლენას, როგორც მოვლენას, რომ არ იჯება ის
მიცადე დამნაშავე. ჩემზეც ყველა უნდა ნახოს ეს ფილმი ზუსტად თავის თემატიკიდან გამომდინარე, სხვა არის რაღაც ფილმი, რასაც ვიღაცას ურჩევ იმის გამო, რომ აი რაღაც ძალიან მაგრად არის გადაღებული, ან რაღაც პერსონაჟი არა აქ უბრალოდ თემატიკის გამო მგონია, რომ აუცილებლად სანახავი ფილმების სიაშია, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, რომ უკეთესად დაგვაფიქროს, რა გვინდა, რა არ გვინდა, რისთვის ღირს ბრძოლა. აი, მაშინ რა მოგვიწონა დავიწყოთ რაღაცეები? რა მოგვიწონა? არაფერი არ მომიწონა. ისეთ ფილმია, რომ ბევრი ვერაფერზე ვერ გავამახვილეთ ყურადღება რა. ოღონდ აი ზოგი ხო არის რომ აი მაგალითად Complete Unknown-ზეც ხო რაღაც ეგრე იყო, ანუ მაგაზეც ეგრე თქვი მახსოვს, რომ აი ვერაფერი ვერ ჩავიწერეო, ისე ვუყურებდიო რა. ეს ცოტა ანუ აი განსხვავებულად ეგეთი იყო, რომ ანუ ერთადერთი რაზეც შემიძლია ვილაპარაკო არის თვითონ თემატიკა, ანუ შინაარსობრივად რა ხდება, ანუ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ აი დრამატურგიულად რა ხდება, როგორც ანუ აი შინაარსობრივად რაზეა ფილმი და რაღაც მაგაზე, რა ემოცია მოაქვს და შემდეგ და ну სახიობებზე, იმიტომ რომ ჯერ ანუ ბავშვებიც ძალიან მომეწონენ, ძალიან ანუ ხუთივე ის პატარებიც ანუ ძალიან კარგები იყვნენ და ეხა ამ დედაშვილზე ხო ის დედამით უმეტეს ბოლოს ერთი 10 წუთი იყო, მაგრამ აი ეგ 10 წუთი მგონია რომ ყველა სამსახიობო თეატრალურ კინოს არაქმშობა ყველა სამსახიობო სკოლაში უნდა იყოს მასტერ კლასად, აი სავალდებულო საყურებელი, იმიტომ რომ სიტყვის გარეშე და მოძრაობის გარეშეც მარტო თვალებით, სახის მოძრაობითაც არა, აი თვალებით ამდენი გადმოსცე. ეს არის უბრალოდ სხვა დონე ყველაფრის, არ ვიცი უბრალოდ კი, მაგას გავუხოთ გვარი. მსახიობები რო იცვლებიან დროის გასვლასთან ერთად რაღაც კი, რაც არ უნდა, აი მსახიობები იყვნენ და თავის გასაკეთებას აკეთებენ, მაგრამ არ სულ ისე ხშირია ხოლმე ის რაც აქ მოხდა. არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ სხვა მსახიობი აგრძელებს, იმიტომ რომ ემოციურად ისეთი კარგი ბმა, ანუ ემოციურად ზუსტად ანუ კი, ამ დროს უკვე ქალს რეალურად ალცჰაიმერი ჭირდა და ანუ სულ სხვა რაღაც დავალება ქონდა, მაგრამ აი ის რაღაც მთავარი ღერძი რაც არის პერსონაჟის იმდენად კარგად იყო და ანუ ერთი ხაზით მიდის რა, საერთოდ არ არის გამოხატული ის, რომ სხვადასხვა მსახიობი ასრულებს, ეგ ძალიან მაგრა გაზამა იყო, ძალიან მაგარი გაკეთებული. კი, იმიტომ რომ თან ანუ გარეგნულად ძალიან გვანან ერთმანეთს, აი ძალიან გვანან ერთმანეთს და თავიდან დავეჭვდი, იმიტომ რომ წინასწარ ანუ არც კასტი არ მინახავს, არაფერი არ მინახავს და ერთ-ერთი ვიცოდი ვინ თამაშობდა ეს ფერნანდო ტორესი, მაგრამ ეგრევე რო დამთავრდა ფილმი, ეგრევე IMDb-ში შევედი და ეგ ვნახე და მართლაც დედამისი აღმოჩნდა, იმიტომ რომ მსახიობზეც არ არის მარტო რეალურად ეგრე რომ აბერებენ ხოლმე მსახიობებსაც ვთქვათ, მაკიაჟს, ანუ მეიქაპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მან რა. მაგრამ რაც არ უნდა კარგი იყოს მაინც მეიქაპი, მე არ მახსენდება კარგი შესრულება ეგეთ მომენტში, აი რომ აბერებენ და რაღაც, აი კარგი შესრულება ეგეთი არ მახსენდება, იმიტომ რომ და მგონია რომ ეს იქიდან მოდის, რომ ზოგადად მსახიობი ხო თავის ну განმგზაზე აფუძნებს ყველაფერს ემოციურად გულისხმობ რა თქმა უნდა ანუ ძალიან ბევრი მას თამაშობენ ისეც რაც არ გამოუვლიათ გამოცდილება და ამ შემდეგი მაგრამ რაღაცას პოულობენ რითიც შეუძლიათ დაუკავშირდნენ წარსულში რა და ანუ გონია რომ თითქმის შეუძლებელია ეს მომავალში გადახტომა ანუ მაგიტო არაბუნებრივია ხოლმე რა ყოველთვის როცა მსახიობს მეიქაპით აბერებენ და ამით ანუ ასე ასრულებენ ანუ მაგას ჯობია ხოლმე რომ ისევ სხვა მსახიობი ანუ იმასაკის მსახიობი იყვანონ და ამ შემთხვევაში ნუ ძალიან დიდი კოზირი ქონდა ამ რეჟისორს იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა ესე უნდა ყოფილიყო ანუ სხვანაირად ძალიან დიდი კითხვის ნიშანი იქნებოდა რომ რატო არ მოხდა ეგრე ანუ რატო არ გააკეთა ეგ იმიტომ რომ ხო რა ანუ ძალიან მგონია რომ ეგ არა ნათესაობის გამო გამოვიდა და არა იმიტომ რომ დედაშვილი არიან და ასე ანუ პროფესიონალი არის ორივე ძალიან იმიტომ რომ შენ რო რაღაცას აკეთებ და მე იცი რომ სხვა მსახიობმა უნდა გააგრძელოს ას ძალიან უპასუხისმგებლობა არის რომ იცი რა მე გავაკეთებ და მე იმანი იხალოს თავში ქვა და თვითონ დამეწიოს და თვითონ მოძებნოს რამე ფორმულა რომ გააგრძელოს სწორად ის რაც მე დავიწყე და აქ ეგ არ ჩანდა რა მიუხედავად იმისა რომ არც მე ვიცოდი რომ დედაც თამაშობდა ამ ფილმში და მით უმეტეს იგივე როლს. მერე გამოჩნდა რომ ისია ყველაფერი დაწყებული რომ შესაძლებელი იყოს იმის გაგრძელება ისე როგორც საჭირო და ისე როგორც მოხდა. და უბრალოდ მე ფილმის დასრულებას არ დავედოდი და ეგრევე დავაპაუზი და მე დედა. მაგის ძალიან შემეშინდა სხვა შორს თან 25 წელი რო დაეწერა
და მეთქე შვილებზეც შვილებზე იყო ცოტა არაბუნებრივი ქრონოლოგიურად ანუ სახეობები ხო შესულელი იყო ეს მარსელო და ის პატარები რომლებიც იყვნენ კიდე ხო მაგრამ მე 25 წლის მერე და კიდე რო დაეწერა 2014 წელიო ანუ ვიცი რომ ეგეთ რაღაცები არ არის დიდად მნიშვნელოვანი მაგრამ რაც გონებაში მათემატიკური გამოთვლები და ასაკის მატებები რო არ დაემთხვა იმას რაც სახეობები შვილებთან დაკავშირებით სახეობები იყვნენ, ეგ ცოტა ის იყო რა, რომ აი რაღაცა მაგიტო არ მიყვარს ეს time jump-ები თან ამხელა, დაიწყო 1970-ში და დამთავრდა 2014-ში. თვითონ ანუ ფილმს როგორც ბიოგრაფიულ ფილმს როგორ შეაფასებდი, იმიტომ რომ რაღაც ბევრი ბიოგრაფიული ფილმის განხილვა მოგვიწია საკმაოდ. ზოგადად ბიოგრაფიული ფილმები აწი ძალიან ბევრი იქნება, ეგ უკვე ხო, ძალიან ბევრი ბიოგრაფიულ ფილმს უნდა ველოდოთ რაღაც რა ვიცი 1-10 წელი მაინც ალბათ. კი. როგორი იდეური კრიზისი არსებობს სოფლიოში და სუპერის. ეს ბიოგრაფიული ფილმი თითქოს ისე გაკეთებული. იგივე ამ დროის დინება როგორ იცვლება და რამხელა მართლა ნახტომები არის ჯერ 25 წელი, მერე 20 წელი. ანუ ძალიან დიდი ნახტომებია და ეგ ძალიან არ მომეწონა. და ბოლო ნაწილი 2014 შეძლო საერთოდ არ ხო გაიკეთებინა. აი იქ იყო დასასრული მონტაჟით. კი, მაგრამ მე ვიტყვი ჩემი იდეას, რატო შეიძლება გააკეთა და მაგრამ რო არ გაეკეთებინა ეს პერფორმანსი არ გვექნებოდა. ხო და მე მგონი ეგ იყო ერთ-ერთი თავი. ასეთი ბიოგრაფიული ფილმის ბევრი არის უფრო ამბავი უნდა გააგებინო ფართო მასებს, რომ აი ეს რაღაცა მოხდა. მე მაგალითად ამის შესახებ არ ვიცოდი. მე ამ ფილმით გავიგე და მე დავინტერესდა და მე წავიკითხა რაღაცები ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ ეგ ასეთი გაცოდა, ასეთი სურვილი აქვთ ხოლმე ხშირად რეჟისორებს, ან თუ დაკვეთით არ თუ როგორც არის, რომ ფართო მასებს რომ ანახონ და გააგებინონ ეს საქმე. ასეც გავდა, მაგრამ მეორე მხრივ აი ზუსტად იმიტომ, რომ არანახა უშუალოდ რუბენსის ტანჯვა, არანახა რეჟიმი რას აკეთებს და ანახა ცოტა სხვა პერსპექტივით, შეიძლება ვინმეს აფიქრებინოს, რომ ანუ თლადე მარტო ეგ არ იყო მიზანი, მაგრამ მე მგონი რომ თავარი მიზანი მაინც ეგ იყო უბრალოდ რეჟისორმა აი ეგ არ უნდოდა რომ ძალიან ტიპური ყოფილიყო და ამიტომ სხვა პერსპექტივა შემოგთავაზა. მიზანი ეგ იყო მე მგონი, მაგრამ უფრო დავიწყებულ ადამიანებზე გაამახვილა ყურადღება ზუსტად იმ ფრაზაში რაც არის, რომ რას ამბობს, რომ ფსიქოლოგიურად დატრაუმული ადამიანები არიან ამ თითოეული მკვლელობის მიღმა, მე მგონი ზუსტად ანუ ის ღნიდა და ის აწუხებდა, რომ აი როგორც თქვი ამ რუბენსეც პეიზაჟები, სიუჟეტები კეთდებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობდა ალბათ მის ოჯახზე რა ზოგადად ეგრე ხდება ხოლმე როგორც წესი. მე მგონი ზუსტად მაგის ჩვენება უნდოდა, რომ ისინიც იმდენ ისეთივე რეალური და ისეთივე ტანჯული ადამიანები არიან და რაც უნდა სტატისტიკა იყოს, რომ დაუშვათ 200 ადამიანია რეჟიმის მსხვერპლი, ეგ უნდა გაამრავლო, რავი, ძალიან ბევრზე, იმიტომ რომ ხო, ეგრეა რეალურად, იმიტომ რომ ყველა ადამიანის მიღმა დგას ოჯახი. კი და მაგიტო ამბობ, რომ ამბავი ანუ ნამდვილად ეგ უნდა, მაგრამ ძალიან ტიპური როარ გამოსულიყო. ამიტომ გადაწყვიტა ამ პერსპექტივიდან და უფრო მეტი დაგვანახა რეალურად, ვიდრე ეს ტიპური ფილმები როგორც არის, იმას გვანახებს ხოლმე. იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ რუბენსის ტანჯვა რაწამება ფიზიკურად როგორ აწამებდნენ, ეგ რო ენახებინათ, ან როგორ მოკლა სად მიაგდეს უკვე მკვდარი გვამი რო ენახვებინათ. ანუ ვიღაცა შეიძლება ჩვენს რავი ცრემლი მოგუდგომოდა, მე აქ ცრემლი არ მომადგა, მაგრამ აი ეს ბევრად უფრო ილექება, რომ ის რო გაფიქრებს რა, რომ ღმერთო ჩემო ეს კაცი რო აწამებდა და იმ არა ფიზიკური ტკივილის გაიარა, აი აქ ესენი რას გადიან. აი რაღაც ეს ანუ ეს უფრო ღრმა არის ჩემი. ხო, გეთანხმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ ამან უფრო რაღაც ცრემლები მეც არ წამოსვლა, მაგრამ აი ყელში მომიჭირა რაღაცნაირად რაღაც კონკრეტულ სცენებში განსაკუთრებით ბოლოსკენ წამების კადრები რო გვენახა, ნაკლებად გონია რომ იმაზე გვეფიქრა იმის ოჯახი რას განიცდის ეხლა, მაგრამ როცა ამ ოჯახის ფსიქოლოგიური წამება ვნახეთ, ადამიანის გონება მაინც იქით მიდის, რომ აი ის ალბათ როგორ აწამეს, როგორ და ამ თითქოს იმასაც ხედავ, არ გაჩვენებს, მაგრამ იმასაც ხედავ. და შესაბამისად უფრო მტკივნეულია, იმიტომ რომ მთელი ოჯახის წამებას ხედავ რა და ეგ არის კინოს ძალა ზუსტად, რომ რაღაცებში რასაც არ გაჩვენებს, ის უფრო გტკივა, ვიდრე რო გაჩვენოს. ამ ფილმის პირველი
პლუსი და ყველაზე დიდი პერფორმანსებზე მეტად მე მგონი, მე ასე ვთვლი, რომ ზუსტად უფრო ფართო სპექტრით განახებს მოვლენებს. და ნუ ეს ძალიან კარგი და კაცად გაკეთებული. ანუ ეგ არის თავი. ერთია რომ უნდოდა რომ ეგრე გაიგეთებინა, მაგრამ მეორეა ის რომ უნდოდა და თან შეძლო რომ გაიგეთებინა. ახლა ტექნიკურ ნაწილზე გადავიდეთ და სანამ ტექნიკურ ნაწილზე გადავალთ, გამოიწერე არხე თუ ჯერ კიდევ არ გახსოვ. ერთი წინადადების შედეგად იმის თქვა, რომ ეს არ არის ტექნიკური ფილმია. ანუ ყურადღება საერთოდ არ არის გამოხმებული მაგაზე. რა გასაგებია რომ ლამაზი კადრებია, რაღაცეები ზოგ სცენაში კარგი განათება, თუმცა ზოგი სცენა იყო კადრი უბრალოდ რომელიც ძალიან ზედმეტად ჩაბნელებული იყო, ანუ თან ციხის კადრებზეც არ ვამბობ, აი რაღაც ძალიან გასაგებია რომ რაღაც რეალიზმი და რაღაცა კარგია, მაგრამ როცა ეგრე აბნელებ ეკრანს თვად ეგეც გაგვრახოთ სეკრეტს არ ვარ გაიგეთი რადიკალიზმის. იცი როგორი ფილმია? და ეს არ არის აუცილებელი რომ ცუდი გაგებით იყოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არის ზოგი ფილმი, რომელიც ახერხებს ამის ისე გაკეთებას, რომ უარყოფითი არ იყოს. აი ეს რა ინგლისურად ყოფილიყო? ანუ რავი, ბრაზილიური რო ვიცოდე მე. ბრაზილიური, ესპანური, პორტუგალიური. რო ვიცოდე. ზამ გავიჩერდე ქართული აღარასო. ხო, ქართულიც რო იცოდე, კარგი იქნებოდა თორსა. დაიცოდა. ან თვითონ რო იყოს ინგლისურად, ან მე რო ვიცოდე პორტუგალიური, საერთოდ ვიზუალს რო ჩავაბნელო და რაღაც, ან რო გავიდე და როგორც აი რადიო ფილმს ეგრე მოусმინო. მე მგონია რომ თავარ რაღაცებს მაინც გავიგებდი რა, იმიტომ რომ ამდენად მნიშვნელოვანია ამ ფილმში დიალოგი და თან კარგი დიალოგებია, ანუ მაგიტომ მუშაობს თორე დიალოგი რო იყოს რაღაც არ ვიცი აი დაბალხარისხიანი და რაღაც ისეთი ძალიან ცუდი ფილმი გამოვიდოდა. რაღაც მომენტებში კი ვიფიქრე რომ შეიძლება და ცოტა ვიზუალური ნაწილის დატვირთვა, მაგრამ ნუ ეს სტილი აირჩია და რაღაც მომენტებში, რაღაც შემთხვევაში გამართლებულიც არის რა. ტექნიკური თვალსაზრისით რაშიც ცადა რომ აი განსაკუთრებით ეს თითქოს სიახლოვე თუ თავიდან ფილმის პირველი ნაწილი ძირითადად მაინც ეს როგორი შეკრული ოჯახია, ამას განახებს და იმით უაკეთებს ამას, რომ მე უფრო მარტივი გახდეს გაგება და შეგრძნება იმის, რამდენად დიდი ტანჯვარი ეს არის რაღაც ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელსაც ბირთვს, ოღონდ ეს კაც მართლა ბირთვი არის რა. და მაყურებელს თავიდანვე უყვარდება მთლიანი ოჯახი რა. კი, ხო, აი მთლიანი ოჯახი და არა ვიღაც მარტო ესა ამისა და აი ამიტომ იყენებს და ეს ძველი კამერის ეფექტი რაც არის დადებული, ამით თითქოს მიუხედავთ იმისა, რომ ეს ურთიერთობის რაღაც მომენტები, რაც მათ შორის ასეთ მძაფრ კავშირს აჩვენებს, ჩვეულებრივი კამერით უფრო ნაჩვენები, ამ ფირის კამერას თითქოს ეს დამატებით აი როგორ ხედავს მისი შვილი ამ თვალით რო განახებს, უფრო მეტ სიახლოვეს აჩვენებს. ამ მის გამო ქონდა მე მგონი გამოყენებული, მაგრამ უნდა ვთქვა რომ ძალიან არ მომეწონა ეგ ეფექტი და ძალიან მაგრა შევრცხვები თუ ეგ მართლა ფირის კამერით არის გადაღებული და მე არ არის მონტაჟის დროს ეგ ეფექტი დადებული, იმიტომ რომ საშინელი ეფექტი, ანუ მე ძალიან არ მომეწონა ეგ ეფექტი. ეხლა ვიტყვი რომ ფირის ანუ მაგით იყო გადაღებული ნამდვილი ფირის კამერა ხო და აი ეგეთი ის დამიტოვა რომ ხელოვნურად გაკეთებული ფირის ეფექტი იყო რა მაგრა შევცხოვი და კი ბატონო ღირსი ვარ რომ შევცხოვ თუ ეგ მართლა ფირის კამერით არის გადაღებული და ეგ ეფექტი ქონა იმას მაგრამ აუ რავი ძალიან გეკონება აი ფილტრები რო არის ხოლმე გამზადებული ეგ ქონა დადებული ძალიან ცუდი შეფასება ეხლა მასე საზღარი კი არ იყო მაგრამ ანუ საზღარი კი არა მასე დაბიო გაკეთებული კი არ იყო მაგრამ რომელი საზღარი რომ საზღარი რომ არ მოეწონა და იზო რომელი უკეთესი სიტყვა ჩა დაბიო იმას ვიტყვი რომ გადაწყვეტილება მომეწონა მაგრამ თვითონ ეფექტი არ გასკრა ძალიან ემოციებზე აგებული ფილმი აღონ პათეტიკური არ არის აი ეგ მომეწონა კიდე რომ სხვა რაღაც ბალანსი დაიცვა რომ პათეტიკა შეძლო და გადაზრდილიყო მაგრამ რაღაცა ალბათ მსახიობებსაც ძალიან არ დამოკიდებული, იმიტომ რომ კიდე დახვეწილად თამაშობენ, მარტო დედაშვილზე არ არის ლაპარაკი ყველა, რომ აი ეს ზედმეტი
ზედმეტი გადაჭარბებული ემოციები და რაღაცები ეგეთი რაღაც საერთოდ არ არის რა და ზუსტად მაგიტო უფრო გირტყამს რაღაცნაირად. ხო, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო ზუსტად ეგ აი სანამ 2014 წლის ბრძანების ბოლო ეპილოგი დავარქვათ, მაგრამ სანამ ეპილოგი იქნება, მაგით მთავრდება ზუსტად ეს ფილმის მთავარი ნაწილი, კოლაჟი არის ვიდეო კოლაჟი ამ კამერით რა, კამერის ეფექტით და საერთოდ ძალიან ემოციურია, იმიტომ რომ აი ეგ არის კიდე ძალიან მაგარი, რომ ეს კაცი თითქოს აი როგორც ბავშვები ელოდებიან რა, ისე ელოდება მაყურებელს, რომ აი გამოჩნდება, იქნებ გამოჩნდეს, თან იცი რომ არ გამოჩნდება და იმათმაც იცოდნენ აი გრძნობის დონეზე რა, რომ არ გამოჩნდებოდა, მაგრამ აი მაყურებელს თითქოს აი იმ სიტუაციაში რა მოლოდინის, რაც კიდევ აი ეს ფილმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აი ეგ მოლოდინის რეჟიმი უფრო საშინელებაა ვიდრე და ისიც ამტკიცებს, რომ აი ეს სერტიფიკატს რო იღებს უკვე მოწმობას, გარდაცვალების მოწმობას, როგორი, ანუ ხიმილით და ანუ თითქოს შეიძლება რაღაც აი ფოტოსურათი რო ნახო უბრალოდ და ხელში უჭერავს რაღაც გარდაცვალების მოწმობა და როგორ იყინის და ანუ ძალიან უცნაური იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ რო ხვდები რომ რამხელა ეს მოლოდინი, რამხელა დარტყმა იყო, ხო? ანუ მე მიხვდები რომ კი აი ჯობი აიცოდე და საშინელება იცოდა ვიდრე საერთოდ არ იცოდა, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ აი საბჭოთა რეპრესიების დროსაც ძალიან ბევრი მთელი ცხოვრება ელოდებოდა მე მეორე ნახევარს ან გაიგვინათ ხო ან შულს რომ იმიტომ რომ აი არ ვიცი აი ხანდახან ზუსტად იმედი უფრო განადგურებს რა, თუმცა ანუ ბოლომდე ეგ არ იყო, იმიტომ რომ იცოდა რომ გარდაიცვალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ როცა ეს რაღაც დადასტური რო არ გაქვს, აი რაღაც ადამიანი ხარ და რაღაც ნაწილი მაინც ფიქრობს რომ იქნებ შეცდომა, მაგრამ ხო. ეს ემოციები ოღონ აბსოლუტურად დამალულ ემოციებზე არის აგებული, ოღონ ეს არის ძალით დამალული. ოღონ რეჟისორის მხრიდან კი არა. პერსონაჟები არიან თვითონ იძულებულები, რომ მათ ქონდეთ დამალული გრძნობები. ეგ ხო ყველაზე რთული მომენტი კიდე ეგ არის, რომ რაღაც დრო ნერვიულობ და ამხელა სტრესი როა და ამხელა რა ნადგურდები და ეს თუ არ გაუზიარო და ოჯახის წევრზე და ყველაზე ახლობელ ადამიანზე მეტად ვის უნდა გაუზიარო, მაგრამ ზუსტად ამიტომ ალავენ რომ იმდენად უყვე რომ მიყვარ ხარ შენ, ამიტომ ვერ გეუნები, იმიტომ რომ ვიცი რომ შენც ამაზე ნერვიულ და პლუს ჩემი ის რომ გაგიზიარო და ამიტომ არის და აი ნელ-ნელა შიგნით და როგორ ნადგურდებიან რა, აი ეგ ოღონ ისე რომ არ ჩანს, მაგრამ თანამდროს გულისხმობ რომ აი ძალიან აბსტრაქტულია, ანუ უჩინარია ფიზიკურად, მაგრამ აბსოლუტურად ხილული და აშკარა არის ემოციურად. აი ძაღლის სპოილერი, სიკვდილის სცენა იყო ერთ-ერთი ყველაზე, არ ვიცი, აი თითქოს მანდ მივხვდი, რომ მანდ მე მგონი ჯერ არ ვიცოდით, რომ ის არა, ვიცოდით, რომ ისიც მკვდარი იყო. არ ვიცოდით. აი რაღაცა არ ვიცი, რაღაცნაირი კავშირი იყო, რომ ხო რა ამ ოჯახში ანუ სიკვდილი არის რა, იმიტომ რომ ეს ძაღლი რაღაცა უდანაშაულო ისე მე ერთი სცენის გამოყოფა მინდა, იმიტომ რომ რადგან ვახსენეთ, რომ რაღაც ემოციურ სცენებზე აგებული ფილმია, ერთი კონკრეტული მომენტი მინდა რომ გამოვყო, მარსელო და ბილბაუ ქვია იმ გოგოს მე მგონი, ვერას გაცილების წვეულებიდან ფოტოს რომ ნახულობენ, სადაც თელმა ოჯახმა და სანათესა უნდა ახლო მეგობრებმა ერთად გადაიღეს ფოტო და არ ახსოვთ როდინდელი ფოტოა, ან რასთან დაკავშირებით არის გადაღებული და აი ძალიან მაგარი რაღაცაა რომ მაყურებელი მაშინვე ხვდება, იმიტომ რომ ნაჩვენებია მაგ ფოტოს გადაღების მომენტი და ეგ მანდ მივხვდი რომ ანუ ეგ ფოტო იყო ბოლო მომენტი, როცა მთელი ოჯახი ერთად იყო და ეგ რო არ ახსოვთ, იმიტომ რომ ძალიან პატარები იყვნენ მაგისთვის, რომ ეგ ახსოვდეთ და დედა რო არ ახსენებს, ანუ ეს ქალი ეუბნება, რომ მგონი ვერას დაბადების დღიდან, ანუ არ ახსენებს, იმიტომ რომ რო ეთქვა, რომ აი ვერას გაცილების წვეულებიდან მაშინვე დააკავშირებდნენ ეს ბავშვებიც, რომ ეს არის ბოლო ბავშვები, ნუ უკვე ბავშვები აღარ არიან, მაგრამ ბოლო მომენტი და რო არ ახსოვთ და რამდენად მტკივნეულია ეს. მაგრამ მაშინვე მივხვდი რომ რა ამს უეჭველი ახსოვს და არ ეუბნება, მაგრამ მე არის კიდე მაგარი მომენტი რომ გადახარისხების რაღაც სცენაში ფოტოებს რო ახარისხებს უკან აწერს რომ ვერას გაცილების წვეულება და ძალიან ბევრის მთქმელი სცენაა რა და თან რაღაცნაირად ძალიან კინემატოგრაფიული სცენა გამოვიდა, ანუ ბოლომდე სიტყვაზე აგებული არ გამოვიდა რა, აი რაღაც ხო რა აი გადაწყვეტილება იყო რა. ეგ ის არის ხოლმე ბიოგრაფიულ ფილმებში რომ
რეალურ ამბებს ხო უნდა ეფუძნებოდეს რაღაც და ეს ისეთი სცენა იყო, რომელიც შეიძლება რეჟისორმა თვითონ რაც შეიძლება მართლა მოხდა, ან რაც შეიძლება რეჟისორმა დაამატა. აი მაგ ეპიზოდში ჩანს, რომ ეს თუ მართლა რეჟისორის დამატება, ესე იგი როგორ კარგად გაუგო ამ ადამიანმა, ამ რეჟისორმა იმ ნამდვილ ადამიანებს, ანუ თითოეულ მათგანს. ლაითმოტივად გასდევდა ეს ოჯახური პორტრეტები, ბოლოც მან მაგით მთავრდება და არ ვიცი, ეგ ბოლო პორტრეტიც ძალიან ემოციური იყო და ეს ქალი რო იღიმის, როცა იქამდე აი არც ბოლო სცენაც ძალიან მინდა რომ გამოვყო მიუხედავად იმისა, რომ ეს დროში გადახტომები და რაღაცა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ზუსტად მაგ პერფორმანსისთვის და ვერ მივხვდი რომ რაღაც ალცჰაიმერი სჭირდა ან რაღაც, ანუ მე წარწერებით მივხვდი რომ ნუ ალცჰაიმერი ბოლო 15 წელი ცხოვრობდა ალცჰაიმერით და რო გადავახვიე გონებაში ეგ სცენა თავიდან უფრო მეტი რაღაც შემატაკია მაგ ინფორმაციამ, იმიტომ რომ ანუ პერფორმანსი არის ისეთი, რომ უყურებს ამ ეკრანს და ქრის სახეს რო ხედავს, როგორ ენთება სახე, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ადამიანი იმ მომენტში ცხოვრობდა, როცა თავის ქმართან ერთად იყო და წარმოვიდგინე, რომ აი ეს რო ეკრანზე დაინახა, რამხელა რაღაც იყო და რას ახერხებს მართლა მხოლოდ თვალებით, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე სული შემძვრელი სცენა, ან ნებისმიერი წამების სცენაზე უფრო მტკივნეული სცენა იყო ჩემთვის პირადად. ეს ქალი ხო ცდილობს, რომ თავის შვილებზე, დიდებზე იქნებათ პატარაზე ყველაზე თანაბრად იზრუნოს და ნაკლები სტრესი განაცდევინოს და როცა ეკითხება ეს გოგო თავის ძმას, რომ მამა როდის დამარხე და თვითონ აქვთ გაოგნებ ამ დროს ასე მალე მიხვდი რომ მამა უკვე ცოცხალი არ იყო და რაღაც და ის ბიჭი ეუბნება როცა დედამ ტალსაცმელი გააჩუქა მამას მაშინ უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი და ეს გოგო ეუბნება როცა სახლი ცარიელი დავინახე და აი ფილმის ბოლოს ტიტრები მან დამოდის და იმ ცარიელ ოთახში დადის კამერა რა და ეგრევე მე იმ გოგოს სიტყვებთან მიდიხარ. მანამდე ყურადღება არის რა საკვირველია გამახვილებული იმ სახლის დაცლაზე, მაგრამ მან პირველად რო საჩანს ეგ შეიძლება სხვა თვალით შეხედო და თან იმასაც რო არის გამახვილებული თვითონ ბავშვი რო ზის და უყურებს და ეგეც ძალიან კაია რომ ეგეც აჩვენა რა, იმიტომ რომ მაყურებელს როცა იმ დიალოგს ესმენ, მაშინვე გახსენდება რომ ესე იგი ამ დროს მიხვდა ეს. მან რეჟისორმა მოახერხა ის რომ ეს ფლეშბექები შენ თვითონ შენ გონებაში ხდება და რაღაც გადახტომას კი არ აკეთებს და იმ კარტს გიმეორებსაც უკვე განახა. აუ შენ თვითონ ესე იგი ახერხებს რომ ის რაღაც ეპიზოდები რაც მანამდე ჩაულებრივი გეგონა, ახერხებს რომ შენ დაგამახსოვროს და ჩაბეჭდოს შენ გონებაში, რომ მე შენ თვითონ ეს ფლეშბექები შენ გონებაში ავტომატურად მოხდეს. კი. და ეგ ამ ხრივაც კარგია. მაგრამ შევაჯამოთ მაშინ. შევაჯამოთ. საერთოდ, ანუ ერთი მომენტიც არ არის რა მობეზრებაზე ელაპარაკი, იმდენად დინამიური ფილმია და იმდენად გითხრევს, რომ ხო, აი, არ ვიცი, ის 2 საათი და 17 წუთი ვიყავი ამ სამყაროში და იმ სამყაროში რომელში ყოფნაც არ მინდა. კარგი ემოციური გამოცდილების მქონე ფილმია. მე ზოგადად სამხრეთულ ლათინო კინოს გულშემატკივრობ, იმიტომ რომ მგონია რომ ასეთ ანუ მომავალი ცოტა უფრო ამ Oh my god, girl, what is wrong with you? Will me? ამის დაიწყებს ვიდეოს. მოკლედ ხო, ანუ ის მე რეჟისორი რა ვნახე ცენტრალური სადგურიც ამის ფილმი ყოფილა, ანუ დედასთანაც აი ამის ფილმია? ვაიმე, ხალხო, მაშინ ეგ ფილმია. თუ მაშინ მაგარი რეჟისორი, რატომაც გადავწყვიტე, რომ დიდი გამოსვლების რეჟისორის გადავედი? არა, რომ გადავედი, ეწერა ცენტრალიზაცია. ანუ რეჟისორად ეწერა? კი. ვა, ყოჩო. ეს არის ბოლო ფილმი, რომელსაც განვიხილავთ ოსკარებიდან და ჩვენ შემდეგი ვიდეო იქნება ჩვენი პირადი ოსკარი. ხო. ჩვენი პირადი ოსკარი. არ გამოტყოთ და აუცილებლად დაგვიწუნეთ ჩვენი ოსკარები და თქვენი გავუზიარეთ. დანარჩენი კარგად იყავი ჯიგრულად, შმიგრულად, რა ვიცი. მადლობა. გამოვიწერეთ. ნახოთ. ვერ გავთიფარ. გოგო, ადექი ხა, ჭინკა. ჭინკა. მოიდი,